ქართულ ალპინიზმში განუმეორებელი ფიგურა იყო სპორტის იგი თითქოს იმისათვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე, რომ თებთან და კლდეებთან შეუპოვარი ჭიდრით ლეგენდები შეექმნა. კლდეზე მისთვის სიარული იყო დიდი სიამოვნება. ჩვენ გვეუბნებოდა ხოლმე, რომ კლდეზე ვარჯიშის დროს თუ თქვენ წვალობთ, და წვალებით ადიხართ, ეს არ არის არავითარ შემთხვევაში მისაღები. თქვენ სიამოვნებას უნდა ღებულობდეთ კლდეზე ასვლისაგან, მაშინ არისო კარგი. ამისათვის საჭირო არის, რომ მომზადებული იყოთ, როცა მომზადებული ხარო, მაშინო სიამოვნებას მიიღებ კლდეზე ცოცვისაგან. მიშა და იოსებ კახიანი ბაქსანის ხეობაში, შხელდისა და ადილსუს ალპურ ბანაკებში მთამსვლელობის ურთულეს ტექნიკას ეუფლებიან. მიხეილის პირველი დიდი წარმატება იყო 1955 წელს იოსებ კახიანთან, ჯუმბერ მეძმარიაშვილთან და ლევან ახვლედიანთან ერთად სტალინის პიკის დაპყრობა. მიშას შორს გაუთქვა სახელი თუთუბაშის ჩრდილოეთი კედლის დაპყრობამ. მალე მან დონგუს ორუნისა და შუროვსკის პიკებზე სრულიად ახალი გზით შეძდგა ფეხი. ამას კი თუთუბაშის აღმოსავლეთი, ცენტრალური შხელდის ჩრდილოეთი და ჩათინთაუს ურთულესი კედლების დაპყრობაც მოჰყვა. მიხეილ ხერგიანის ყველა ესასყვა დღესაც განუმეორებელია. ასეთი დაუმთავრებელი, ასე ვთქვათ, ლეგენდა, ეს უკვე ძალიან დიდი რამეა, რომ აი ქართველი კაცისთვის ასე დააფასოს უკვე შემდეგმა თაობებმა. თვითონ მთამსვლელობა არ არის ესეთი ხანგრძლივი სპორტი, ესე იგი ორ თაობაში ფაქტიურად მთამსვლელს ივიწყებენ რა, რამე სასწაული თუ არ გაკეთდა და ასეთი სასწაულების გამკეთებელი იყო მიხეილ ხერგიანი. ადამიანის გონებისათვის შეიძლება ითქვას წარმოუდგენელი იყო გესტოლაზე სრულიად უცნობი კედლით ასვლა და ბეზინგის მასივის 4 დღეში დალაშქვრა. შხელდის ბანაკში უახლოვდება მიშა ცნობილ საბჭოთა მთამსვლელებს, აბალაკოვს, ბოროვიკოვს, ანუფრიკოვს, ფილიმონოვს, არკინს, კიზელს. Миша был лучшим альпинистом Советского Союза. მიშა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ალპინისტი იყო. ასეთი ალპინისტები ჩვენ არც მიშამდე ყავდა და სამწუხაროდ არც მის შემდეგ ყავს. იმედი უნდა გქონდეს, რომ გაიზრდებიან ახალი მიშა ხერგიანები, მაგრამ ჯერ მას ვერავინ უტოლდება. მიშა მთებისთვის იყო დაბადებული, მთების სული იყო. მთებზე წარმოუდგენელი სიმსუბუქი დადიოდა. მისი სulis ყურება ყინულზე თუ კლდეებზე ერთი სიამოვნება იყო. მასთან ერთად მომიწია ყოფნა არა მხოლოდ მის მშობლიურ კავკასიონზე, არამედ ჩვენი ქვეყნის სხვა მთებშიც. და შემიძლია ვაღიარო, რომ მაგალითად პამირში ის თავს ისევე გრძნობდა, როგორც თავისი მშობლიური სვანეთის ყინულებში. ქართველი მთამსვლელები პირხუშ და მრიცხანე ტიან-შანს ეტოქებიან. მწვერვალ პობედას დასაპყრობად საქართველოდან ჩამოვიდა მთამსვლელთა დელეგაცია ოთარ გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით. მწვერვალის მოიერიშე ჯგუფი, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თეიმურაზ კუხიანიძე, ილიკო გაბლიანი, მოსკოველი სპორტსმენი კირილე კუზმინი, მიხეილ ხერგიანი, უმცროსი და უფროსი მიხეილ ხერგიანი. გზა თანდათან რთულდება. პობედა მსოფლიოს ერთ-ერთი უძნელესი და უმაღლესი მწვერვალია. ვინ მოთვლის რამდენ რჩეულ მთამსვლელს უნატრია მისი დაპყრობა, რამდენს კიდევაც უცდია ასვლა და რამდენი სპორტსმენის სიცოცხლე შეუწირავს მის შვეულ კალთებს და
გადმოქანებულ კლდოვან ყინულოვან ლავგარდანებს. მეტრი უკვე აიარეს. 7000 მეტრი. სანუკვარ მიზნამდე, მწვერვალამდე ცოტა გარჩება. უმცროს მიხეილ ხერგიანს ხელფეხი და სახე მოეყინა. წინსვლა აღარ შეუძლია. მდგომარეობა სერიოზულია. ვინმე უნდა დარჩეს, სხვების დაბრუნებამდე ავადმყოფს უნდა უპატრონოს. მიხეილი რჩება. ბევრი რამე მიყვებოდა, მაგრამ ეს დამახსოვრდა განსაკუთრებით. როდესაც მიხეილ ხერგიანმა თავის თავზე აიღო, რომ თავისი ბიძაშვილი გადაერჩია, მარტო წამოიყვანა 7000 მეტრიდან და ისეთი ადგილები, ძნელი ადგილები გამოატარა, სადაც ადამიანს თვითონ მარტო თავის ჩამოყვანა და თავისი ჩამოსვლა უჭირს. ამის გარდა დამახსოვრდა ყველაზე მეტად ის, რომ ღამეს როცა ვათევდითო, თოვლის გამოქვაბულს თხრიდიო, თოვლის გამოქვაბულში შემყავდაო, იქ რომ არ გავყინულიყავით ჩემი სხეულით ვათბობდიო, იმიტომ რომ იმას ძალიან დასუსტებული იყო და ვერ თბებოდაო და საჭმელს ვერ ჭამდა საერთოდ და საჭმელსო ჩემი დაუღეჭავდი პირში, დაღეჭილ საჭმელს ძალით ვტენიდი პირშიო, რომ ენერგია არ გამოსვლიდაო და აი ესე 2-3 ღამე გამოთხრილ გამოქვაბულში აი ესე ვაჭმევდიო და ასე მომყავდაო და ესე ჩამოიყვანა მარტო 7000 მეტრიდან საბანაკამდე, სადაც უკვე დაინახეს მაშველებმა და მიეშველნენ. ისე ჩვეულებრივი ამბავი იყო ყოველდღიურად დილით სიუწყალში რო არებანავა, არც იქ ყავარდო-ბალკარეთში ყოფნის დროს ბანაკის გვერდზე ჩამოვა ყინულივით ცივი მდინარე. და იმ დინარეში ბანაობდა ყოველდღე. მე ამის შემწევარ, მაგრამ იმ ყინულებში ეს პამირშია გადაღებული, სადაც ნამდვილად აკეთებდა ამას. იქ ასეთი ვანასავით ამოღებული ადგილები არის მყინვარზე, სადაც ყინული უნდა თხელი ყინული გადაეკვირება ღამე და ის უნდა ჩატეხო და იმაში უნდა ჩაწვე. ამას აკეთებდა რეალურად და ეს გადასაღებად გაკეთებული არ არის. ამას მიჩვეული იყო. ზამთარში, თოვლში, დილის ვარჯიშის შემდეგ თოვლით ვარ დაეზილა ტანი, ისე არ გაჩერდებოდა. ჩვენში ალპინისტური ოსტატობის საზომი უშბაა. არნახულად დაჯაბნეს ეს ზვიადი და მიუყარებელი მთა. მსგავსი რამ, ამგვარი ტექნიკური სირთულის მწვერვალზე ერთდროულად 45 კაცი სასვლა არ ახსოვს ალპინიზმის ისტორიას. მე ვიყავი უშუალოდ მონაწილე უშბაზე 45 კაციანი ექსპედიციისა და ჩვენ მისი მოსწავლეები ვიყავით 8 კაცი, 8 ბიჭი ახალგაზრდები აგვიყვანა თავის მოსწავლეებად და იმ დროს ვეხმარებოდით ძირითადად ამ ალპინიადის. ეს იყო არაჩვეულებრივი ალპინიადა, ასეთი სირთულის მწვერვალზე ალპინიადა არ ჩატარებულა მსოფლიოში და ამდენი კაცი ერთდროულად უშბაზე რომ ავიდა, მეხუთე კატეგორიის გზა არის, ყველასათვის ცნობილია უშბა. და 4-5 კაცი, 6 კაცის მეტი ერთდროულად არ ასულა.
თქვენ ჩვენ წინასწარ თუ ორი ასვლა მოსამზადებელი მოახდინეთ და ისეთ ადგილებში, სადაც საშიში იყო, თოკები იყო დაჭიმული და ეს 45 კაცი ერთდროულად ვიყავით უკვე დღის პირველ საათზე მწვერვალზე და მათ შორის იყო 72 წლის ალმაც გირკვიციანი, რომელიც ყველაზე მაღალ წერტილზე დადგა და იქ ხარის რქა ჰქონდა წამოღებული და სვანური არაყი ჰქონდა წამოღებული და იმითი ნიშას სადღეგრძელო დალია და ყველა დაგლოცა. უშბის მწვერვალზე ამდენი მთამსვლელი ერთად ეს მართლაც საოცრებაა. მამაცთა შორის ვხედავთ ალმაც გირკვიციანს, 72 წლის ჭარმაგვაშკაც. აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი. უგდავი არის იმისათვის, რომ იგი განსახიერება იყო პატიოსნებისათვის. მან მთელი თავისი მოკლე სიცოცხლე, ლამაზი და გმირობით სავსე სიცოცხლე მოანდომა იმას, რომ თავის სამშობლოს სახელი, საქართველოს სახელი, შორს გაეტანა საზღვრებს იქით და ყველა ისეთი ადამიანი, რომელიც აი ასეთ ქვეყნის დიდებისათვის, ქვეყნის სახელისათვის იბრძვის, იგი ყოველთვის უკვდავი იქნება და მიხეილიც სწორედ ეზიარა ამ უკვდავებას. იგი იშვიათი მეკდეული იყო. მეკდეული ისეთი, რომელიც შეიძლება დიდხანს არ დაიბადოს ჩვენში. ის როდესაც შოულ კლდეზე მიდიოდა, გეგონებოდა მას კიდევ დღია 100 ფურცელასავით და ცაში ასე სწრაფად მიდის. აუცილებელი არ არის მთამსვლელი იყო, რომ იგრძნო კლდესთან ჭიდილის ეს სილამაზე. ყოველწლიურად ალპინისტური სეზონის ბოლოს, ოქტომბერში, გამოჩენილ მთამსვლელებს მასპინძლობს ყირიმი. საბჭოთა კავშირის პირად გუნდური შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მთამსვლელებს კლდეზე ცოცვის დროს ასე მრავალრიცხოვანი მაყურებელი ჰყავს. იალტაში ტარდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები მეკდეურობაში, რომელიც არაფრით არ ჩამოვარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატს იმის გამო, რომ
იმ დროს საბჭოთა კავშირში ეს შეჯიბრება როგორც მეკდევრობის სამშობლო იყო, ფუძლიერი მეკდეული არავის არ ყავდა. საბჭოთა კავშირის მეტოქი არავინ არ იყო და საბჭოთა კავშირში კიდე მიხეილ ხერგიანი რო იმარჯვებდა, ამისი შემსწრე ვიყავი წლების განმავლობაში. მიშა და კრასნოიარსკელის შალიგინი. Qrimში არის კლდე კრესტოვაია სკალა რუსულად. ძალიან რთული მონაკვეთები იყო და ბოლოს მთელი შეჯიბრები რომ მორჩა დარჩა მიშა ის იყო გამოარჩიეს რა რაღაცა კონკურსი იყო. ცხადია რომ დარჩა მიშა და წარმოადგენდა უკვე საქართველოს და იყო ეგეთი ონიშენკო ძალიან მაგრად ცოცავდა ეს ბიჭი და ბოლოს ეგენი დარჩნენ კონკურენტები კლდეზე. მიშამ გაიარა ეს მარშრუტი ისე რომ აი ყველა იქ ათასობით ხალხი მოგროვდა მთელი ქალაქიდან მოდიოდნენ სანახავად და გაოცებული ვიყურებოდით. წარმოიდგინეთ, ესე იგი არც ერთი აი ესეთი მოძრაობა არ გაუკეთია რომ თქვა აი რაღაცა ძალა ჩანდეს. აი კატასავით მიდიოდა ამ კლდეში. ხელს რო დადებდა თითქოს აი ვეფხვის თათი იყო. იწებებოდა ამ კლდეზე, წარმოგიდგენიათ და აი ესე რბილად, თითქოს ნელა მიდიოდა, ისეთი სიჩქარე ჰქონდა. ეგეთი რამე არ გვინახია. მიშა თვითონვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ პირველ ადგილს ვერავინ შეეცილებოდა. ისე ემზადებოდა მთელი სეზონის განმავლობაში, აი ზაფხულის სეზონი ალპინისტურ ასულებში რომ ურთულეს ასულებს ატარებდა, შემდგომში შემოდგომაზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა მეკდევრობაში. ეს გადართვა ძალიან ძნელი იყო, იმიტომ თანხმობა სულ სხვა სისწრაფე და სულ სხვა სჭირდება მომზადება, ვიდრე მეკდევრობას. იქ სისწრაფე იყო საჭირო და ამ სისწრაფეში ვავარჩიებდა ჩვენს და ვარჩიებდა თვითონაც ისე რომ ხანდახან შეკითხვას დასმა და ერთ-ორჯერ დავაპირეთ რომ აი მოიგებ თუ მე რომ მოგებაში არ ვიყო დარწმუნებული, მაშინ მე შეჯიბრების სტარტზე არ გავიდოდი. ასე პასუხობდა ხოლმე. მიშა იმარჯვება ყველა სახეობაში. ეს იქნებოდა წყვილთა ჩაბმა, წყვილთა გარბენი, ინდივიდუალური ცოცვა. ინდივიდუალურ ცოცვაში იყო მისი ყველაზე საყვარელი სახეობა. სადაც უნდა მიმარჯვებდა და ისეთი განსხვავება იყო პირველ და მეორე დროს შორის, რომ დღეს წამებში რო არის განსხვავება, მაშინ 2 წუთს უგებდა მეორე ადგილზე გასულს. ასეთ შემთხვევები ყოფილა ინდივიდუალურ ცოცვაში. მარადიული თოვლითა და ყინულით დაფარულმა ამ კლდოვანმა გოლიათებმა სახელოვანმა წინაპრებმა ჩაუნერგეს მიშას მწვერვალთა დაპყრობის დაუოკებელი სურვილი. ჯიხვსა და არჩვზე მხოლოდ მამაცნი და მუხლმაგარნი ნადირობენ ჩვენში. ძნელია მონადირის ბილიკი 1000 ხრამისა და უფსკრულის თავზე გადადის.
ხედავ, ხაფანგში იყო ეს ჯიხი. წვეზე დადიოდა, ამოთხარა თვითონ ტრანშეაზეთი და დადიოდა ამ წვეზე და დაიღუპებოდა 100%-იანი. გამოვიდნენ უამრავი ხალხი, მოდი ვესროლოთ, ისა რაღაცა და მიშამ თქვა ვარიანტი არ არისო. ეხლა ეგ ისეთ გაჭირვებაშია იქ რომ მოვკლათ, ეს არის ძალიან დიდი ცოდვაო. მე წავალ და გადავარჩენო. ეს იყო სასწაული უბრალოდ რა. აი კაციშვილი ფეხს ვერ გადგავდა, იმიტომ რომ ჯერერთი რო შიში, ზვავი რო ჩამოწვეს, всё, კუდარი ხარ. ვერც გიპოვიან გაზაფხულამდე, ზაფხულამდე. წავიდა მარტო და გადაარჩინა ეს გამოიყვანა ეს ჯიხვი და გავუშვით მერე. ეს ხერგიანების კარმი დამოა. მიშას კვლავ თავისი უშბა ეძახის. შალვა მარგიანი, უმცროსი მიხეილ ხერგიანი, ჯოკია გუგავა, ჯუმბერ კახიანი, გივი წერედიანი და მიშა, ექსპედიციის ხელმძღვანელი. წინ ურთულესი გზა უდევთ. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უშბა ჩახერგილია 1300 მეტრიანი შვეული კედლით. ეგრეთ წოდებული უშბის სარკით, რომელზედაც ადამიანს ჯერ ფეხი არ დაუდგას. კედელი გლუვია. ნაპრალი თითქმის არსად აქვს, ხელფეხი რომ მოიკიდوان, რკინის სპალო დაამაგრო. ხოლო უარყოფითი დახრილობა შეიძლება ითქვას კედელს მიუვალად აქცევს. საბჭოთა კავშირის რჩეული ალპინისტები 5 წლის განმავლობაში ცდილობდნენ უშბაზე ამ კედლით ასვლას, მაგრამ ამაოდ. დაიღალნენ. წინსვლა შეუძლებელი ხდება. ღამე აქ უნდა გაათიო. ვიდი დღეღამე ერკინებოდნენ უშბას. გაუტეხელმა ნებისყოფამ, უდრეკმა სულმა შეაძლებინა ქართველ ვაჟკაცებს ჩაედინათ გაუგონარი გმირობა, დაეძლიათ უშბის სარკე. რატომ მიისწრაფვის ადამიანი მწვერვალისაკენ? რა იძულებს გასციროს თან? ალბათ მწვერვალთან ჭიდილში, მიუწვდომელისაკენ სწრაფვაში
ადამიანი უპირველეს ყოვლისა იმარჯვებს თავის თავზე. კავკასიონთან დაწყებულმა კლდოვანმა ბილიკებმა მიშა ევროპის ურთულეს მწვერვალებამდე მიიყვანა. საფრანგეთი, ინგლისი, იტალია. ინგლისი განაცვიფრა ქართულ მთამსვლელთა ოსტატობამ. დიდი ბრიტანეთის ალპინიზმის თავკაცმა ლორდმა ჯონ ჰანტმა მიშა განუმეორებელთან სიქში ადარა. საფრანგეთი, შამონი, მიშა და სლავა ანიშჩენკო. გული გაჩერდა რკინისა, ლამაზის სიცოცხლისაო, მუხლი უღლელი ვეფხვისა, თვალები შავადნისაო. როგორ გაჯობა სუალტონ უშბაზე გამაზრდილსაო, სამშობლოს მიწა, დედა, დედინა თვალისთვისაო. ბევრჯერ გასთელე ბნელშია ქარათი ჭიუხისაო, ჯიხების გადაკალული ბილიკი ხასიკისაო. შაშხანა გაჩუმებულას გამღებაღარას ქმნისაო, ტრიაპნიც ჩაჯანჯებულან ნაპრთობნი ფოლადისაო. უილად გლოვიარობელ, უილად ვინამსტირსაო, შენ ხომ სრმუდანი ცოცხლებ, მალამ ენი გურიდისაო, მალამ ზემთვარიანათებს, მალამ გურდანი წიმსაო, მალამ უშბაისტერზე და ქარი ლემადებისაო. სუალტოს ძირში დგას ესეთი მემორიალური დაფაც არ ქვია რა, პრაქტიკულად მემორიალური ძეგლი ქვია მას, რომელიც არა მარტო მიშას სახელთან, ალბათ ყველა დაღუპულ მთასვლელთან არის გათავისებული, თორე რა თქმა უნდა პირდაპირ მისი სახელი აწერია მას, ეს არ არის შემთხვევითობა. რადგან მიშა უკვე აღიარებული იყო ევროპაში, არა მარტო იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, როგორც მაშინდელი ეპოქის ლიდერი და რაღაც დროს გაუსწრო მიშამ რამოდენიმე ათეული წლები თავისი ტექნიკით, სისწრაფით, მონდომებით და თავდადებით. ევროპის ესეთი რთული კედლების ძირში რაღაც შეიძლება რომ მემორიალური დაფები მონახოთ, მაგრამ აი ესეთი სიდიდის და ესეთი მასშტაბის ძეგლს, ესე ვიტყოდი მე, ვერსად ვერ ნახავთ. მარშრუტი მართლაც საშიშია. მე არ მისმის თუ რა დამთხოვის გამო გადაწყვიტა მიშამ ამ მარშრუტის არჩევა. წიგს თუ მიყვებით ძალიან ადვილად იხსნება რა. გაბრიელე ერქვა მის ბიძას და ბოლო მომენტში, როდესაც ირჩევდნენ მარშრუტზე, გადაწყვიტა რომ მოდი რა გაბრიელს გავევითქო. მანამდე ეს მარშრუტი ერთხელ იყო გავლილი. თუმცა რეკომენდაცია დღესაც კი რჩება იტალიის ალპების ამ რეგიონის რეკომენდაციის წიგნებში, რომ ეს მარშრუტი ნაშალია და საკმაოდ სახიფათოა. იმდენად კარგ ფორმაში იყო მაშინ მიშა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ამ ხიფათს ის გაასწრებდა, ან თავიდან აიცილებდა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქვათაცვენა და ის ზვავი, რომელიც მოხდა, თანაც პრაქტიკულად უკვე გავლილ მარშრუტზე იმსხვერპლა ესეთი ქართველი. იტალია. საბჭოთა სპორტსმენები ალპებს ლაშქრავენ. Миша და Слава Анишченко კლავ ერთად არიან. В 69 году была следующая поездка. 1969 წელს უკვე იტალიაში ვიმოგზაურეთ. ჩავედით დოლომიტების მთებში. ვივარჯიშეთ და შემდეგ მე-6 სირთულის რამდენიმე მწვერვალზე ავედით.
когда уже было пройдено отрицательный такой камень. მომდენო მწვერვალი სუალტო იყო. ასმისას, როდესაც ჩვენ 800 მეტრის სიმაღლიდან 600 უკვე გავიარეთ და მხოლოდ 200 მეტრი გქონდა დარჩენილი. საჭირო იყო ტრავერსი რამდენიმე მეტრით მარცხნივ და თავისებურ დაკიდებულ ქვაზე გავვა. უცებ გავიგე ქვათა ცვენის ხმა და დავინახე კლდიდან მომწყდარი მიშა. მე თოკი მოვწია, მაგრამ ამ დროს ჩამოვარდნილმა ქვამ თოკი გადაჭრა და საშინელი რა მოხდა. ხედავდი თუ როგორ აგრძელებდა მიშა ვარდნას. ქართულ ალპინიზმში განუმეორებელი ფიგურა იყო სპორტის